ეს არის გოგოლის ქუჩა ბათუმში და ჩემს უკან თქვენ ხედავთ მშენებარე ობიექტს. მე მინდა კარგად განახოთ კადრი რა ხდება ამ ტერიტორიაზე. ეს არის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი. აქ ნახავთ ძალიან ბევრ ბავშვს მიმდებარე ტერიტორიაზე და ხედავთ სამშენებლო სამუშაოებს, სადაც არანაირი გამაფრთხილებელი აბრაც კი არ არის. მე უფრო მეტი მინდა განახოთ თქვენ პირდაპირ ეთერში, თხოვ ოპერატორს თან წამომყვეს. გარდა იმისა, რომ აქ არის უამრავი ღრმული და სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა, აი როგორ არის ელექტროგადამცემი ხაზები პირდაპირ დაყრილი, შეგვიძლია ესე ვთქვათ, ზოგან წყალი, ზოგან მიწაა დაფარებული და აი ესეთი ტერიტორია არის საკმაოდ დიდ მანძილზე. რამდენად აღიქვამს კამერა შორს მანძილს ვერ გეტყვით, თუმცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ სამშენებლო ობიექტზე შემოვიდეს და როგორც გითხარით, აქ ძალიან ბევრი ადამიანი და გადაადგილდება, მათ შორის როგორც გავარკვიეთ ბავშვები. სხვათა შორის აქ მომუშავე პერსონალი გვეუბნება, რომ კი აუცილებელია, რომ აქ იყოს უსაფრთხოების ნორმები დაცული და გვეუბნება იმასაც, რომ კომპანია ბონდი აშენებს აქ და აწარმოებს სამუშაოს, თუმცა მათთან დაკავშირებით ჩვენ ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული ფაქტი, თუმცა ესეთი ადგილები ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გადავიღეთ ბათუმში. მაგალითად, ახალ ბულვარში არის ღიაჭები, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები არის აბსოლუტურად დაუცველი. იქ სადაც ბავშვები თამაშობენ, შეგვიძლია თამამად თქვა სამწუხაროდ, თუმცა ფაქტებზე დაყრდნობით, კადრებზე დაყრდნობით, რომ პრობლემები ქალაქში არ მთავრდება და ბათუმში დღეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ყველა ფეხის ნაბიჯზე. და ეს იმ დროს, როდესაც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე იმალებიან და იმ დროს, როდესაც მათი პირდაპირი მოვალეობა სწორედ აი ამ ტერიტორიების მსგავსი ობიექტების შემოწმება უნდა იყოს, თუმცა ჩვენ დილიდან უყვებით მაყურებელს, რომ 2 დღეა იძებნება არჩილ კონცელზე მისი მოადგილე და ხედავთ ფაქტებს და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს 112-შიც გავუკეთეთ შეტყობინება მსგავსი ადგილების შესახებ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაგვიკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტრო შეტყობინებიდან 1 საათის შემდეგ გითხრეს, რომ რეაგირებას მოახდენენ, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არც ერთ იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ვიყავით, სადაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არავის მოუხდენია. ობიექტს ბონდი დაცულია უსაფრთხოება? ზედამხედველობა იყო აქ მოსული? ზედამხედველობის სამსახური იყო მოსული? ვინმე შეამოწმა? აქ ხო ადამიანები, ბავშვები ცხოვრობენ მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინმე რომ ჩავარდეს? ბავშვები რომ ცხოვრობენ, ჩემო დაიგო რომ გადავარდე მე მაშობია ახალენ თვალებს. კი, სამწუხაროდ აი მაგიტომ აინტერესებს რომ რამე არ მუშაობენ და ყრიაში გითხო ხედავ. ეხლა კი რამდენი ხარი მოსული ახალ მოსული. არ უნდა იყოს დაცული. ახლა მაი ჩემი ასე. არ უნდა იყოს დაცული. დაცული უნდა იყოს. და არ არის. ეს ტერიტორია ბულვარს ეკუთვნის, არა? აი იქ უნახეთ ღია ჭარი. დენის ღია წყაროები. იფსად იჭარო, ბავშვები თამაშობენ და ვინმე პასუხისმგებელი პირი, ვინ არა, ვინც ამას უნდა მიხედოს. სად არის ჭარი? აი აქვე. რომელიც ღია. თომაგირო ვერ ადმინისტრაციაში ამიდი ჩვენ პასუხისმგებელი პირი არ არის. ხო და ადმინისტრაციაში უნდა მივიდე. თქვენ არ შეგინიშნავთ აი აქ დიდი ღია ჭარი. ჩვენ რა ვქნათ მე? ჩვენ და რა გინდა ქალბატონო მირზაის ადმინისტრაციაში ვიძაინდა რა ჭირა იქნება. ეს დამტოვოთ და იყოს. აი ეს არის სამწუხარო რეალობა ნატა, რომელიც ამ დროისთვის არის ბათუმში. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შეგახედოთ კადრში გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე, ასე ვთქვათ, სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოების პროცესი არ მიმდინარეობს. ხედავთ ახლა ჩვენი მაყურებელი ამას პირდაპირ ეთერში, აქ არ არსებობს არანაირი უსაფრთხოების ნორმები დაცული, არ არსებობს პასუხისმგებელი პირები და ხო, უკვე მეორე დღეა რაც ჩვენ პასუხისმგებელ პირებს ვეძებთ, იმ პირებს, რომლებიც გვეტყვიან, ვინ არის პასუხისმგებელი ოცნების ქალაქში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიაზე, ვინ არის პასუხისმგებელი აი ესეთი ტიპის ობიექტებზე. უпростоრად ჩვენ ვიცით, რომ პასუხისმგებელი არის ბათუმის მერია და ზედამხედველობის სამსახური მუნიციპალური ინსპექცია, თუმცა მათ ამ დრომდე კითხვებზე პასუხისგაცემა არ სურთ.